კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ, როგორც მოგახსენეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შემოვიდა Zoom-ში. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ინსტრუქციაც დავდეთ, ყველანაირად შევეცადეთ, რომ გაადვილებული ფორმა მიგვეცა ამისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი ვერ ესწრება სამწუხაროდ და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ვინმე ჩამორჩეს საერთოდ მოვლენებს და ვინმეს მოაკლდეს ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმის, რომ Telegram-ი ძალიან გვიშლის ხელს, ბოლო დროს საერთოდ შეუძლებელი იყო Telegram-ში მუშაობა და იმიტომ მივიღეთ ესეთი რადიკალური გადაწყვეტილება, რომ Zoom-ზე გადავსულიყავით, მაგრამ დაიჩაგრა ბევრი ადამიანი, აქედან გამომდინარე, მოგესალმებით ქალბატონ ციცი. და წარმატებულ პრეზენტაციას გისურვებთ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. და ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ეს შემხედრი ნაბიჯი გადმოვდგით, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უნდა მიიღოთ ინფორმაცია, რომ თქვენი ბიზნესი იყოს წარმატებული. Zoom-ის გამო ნამდვილად ვერ დაგჩაგრავდით. სწორედ ასე გადავწყვიტეთ. ამიტომ როდესაც ეკრანის გაზიერების პრობლემა შეიქმნება, ამ შემთხვევაში, ამასობაში უკვე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ნელა-ნელა გადმოტვირთოთ Zoom-ი, ვიდეოს მეშვეობით, ახლობლების მეშვეობით და ასე შემდეგ და როდესაც ეკრანია გასაზიარებელი, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან რთულია Telegram-ში მუშაობა. ამიტომ გაგებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და შევეცადოთ, თუ გვინდა რომ ჩვენ მართლა გქონდეს წისვლა და შევეცადოთ, რომ ნელა-ნელა გადმოვტვირთოთ ეს Zoom-ი. და დაიხმარეთ შვილები, შვილიშვილები, მეზობლები, ახალგაზრდა ადამიანები, ვისთვისაც ეს Zoom-ი 2x2-4-ია ჩვეულებრივად და დაგეხმარებიან, რომ ეს მოსახერხებელი იყოს. იმიტომ რომ საჭიროება თხოვლობს ამას ჩემო ძვირფასებო და სხვანაირად ვერ ვიმუშავებთ. Telegram-ი ძალიან გვიშლის ხელს. თუმცა, თუ გაზიარება არ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით Telegram-ით. ჩვეულებრივად, როგორც მიჩვეულები ხართ. კარგით, ახლა ჩვენ ერთობლივად შევეცდებით მივიღოთ ნაწილობრივ მონაწილეობა ქალბატონი ციცის ჩართვის დროს, მაგრამ ძირითადი წამყვანი როლი მას აკისრია. ამიტომ სიამოვნებით გისმენთ ყველასთან ერთად ქალბატონო ციცი, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით თუ საინტერესო საკითხები გაიშლება და ჩვენც მოგვივა რამე საინტერესო აზრი, აუცილებლად თქვენთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას. გისმენთ, დიდი სიამოვნება. აუცილებლად, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია და მრავალფეროვნება სასიამოვნოა. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, პარტნიორებო, მეგობრებო, უცნობებო. მიხარია კვლავ რომ თქვენს წინაშე წავსდექი და ბედნიერი ვარ უპირველესად რომ ვარ კომპანია LiveGood-ის აფილირებული პარტნიორი. და რატომ ვარ ბედნიერი? ამას რა თქმა უნდა, ჩემი პრეზენტაციის მსვლელობის დროს გაიგებთ. ასევე იქნებით თქვენც ბედნიერები, როდესაც ასე ვთქვათ, დააგემოვნებთ. ახლა მე რო გითხრათ, რომ ეს ტორტი ძალიან გემრიელია, თქვენ თუ არ გადაიღებთ და არ მიერთმევთ, შესაბამისად ვერ გაიგებთ იმ ტორტის გემოს თუ ნებისმიერი საკვების გემოს, ხო? ასეა. და როდესაც თქვენ უკვე დარეგისტრირდებით, როდესაც თქვენ დააგემოვნებთ ამ უნიკალურ მეგა კომპანიას, რომელიც მთელ მსოფლიოში ქუხს, მერე თქვენც ჩემსავით აკიზგიზდებით. კარგით. მოკლედ, კომპანია LiveGood-ი ფლორიდის შტატში მდებარეობს. ამას იმიტომ ამბობ ხაზგასმით, რომ არ გეგონოთ რაიმე ფეიკი კომპანიასთან გქონდეთ საქმე, რაღაც, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფეიკი კომპანიები არის. უამრავი პირამიდები არის შემოსული კიდევ. ფლორიდის შტატი მოგეხსენებათ, რომ ამ კუთხით და ამ ხრივ არის ძალიან სამართლიანი, კანონიერი, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმით ისჯებიან ის პირები. ასეთი პირები, რა თქმა უნდა. ეს კომპანია დაარსა ორმა ლეგენდარულმა ადამიანმა, ბატონმა ბენგლისკმა და ნოუდერ ხაზანმა, ეს ვინც არ იცით,
რა თქმა უნდა, ახლებისთვის ვაჟღერებ ამას, თორე პარტნიორებმა, რა თქმა უნდა, ჩვენ არაჩვეულებრივად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, უაღრესად თავმდაბალი ადამიანები არიან, რასაც ვაფასებ პირველ რიგში მე ადამიანში. მიუხედავად ამ ხელა გამოცდილებისა თავიანთი, მიუხედავად რომ ისინი არიან მილიონრები, ისინი არიან გადმორთული ჩვენზე. ისინი დღემდე მუშაობენ ჩვენთვის. მათ დაიწყეს ბიზნესი, ააგეს და ჯერ მათ მოგება არ უნახიათ. თქვენ თუ გსმენიათ ასეთი რამ, რომ ბიზნესი დაიწყოს ადამიანმა და თვითონ ჯერ მოგება არ ქონდეს. ანუ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისინი ორიენტირებულები არიან ადამიანებზე. თუმცა დღეს ნამდვილად საძებარია ასეთი ადამიანები და ასე ვთქვათ, შესაძლოა, აი ვთქვათ კიდეც, რომ თითზე ჩამოსათვლელია ასეთი ადამიანები. მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ მართლაც ასეთი ადამიანები, ვინც ზრუნავენ საშუალო ფენაზე. კომპანიას ქვია Live Goody, ანუ ინგლისურიდან რო გადმოვთარგმნოთ ქართულად, ეს გახლავთ იცხოვრე კარგად და ამართლებს ამ, ასე ვთქვათ, თავის ლეგენდარულ სახელს. და რატო ვამბობთ, რომ ეს არის მეგა კომპანია ტოპ კომპანიებს შორის? თქვენ თავად რომ ბიზნეს ფორხუმი არის ასეთი საიტი და ჩაწეროთ კომპანია Live Goody, თქვენ ნახავთ მონაცემებს, რომ სულ რაღაც 2 წლის კომპანია არის და 1 წლის თავზეც მან ისეთ შედეგებს მიაღწია, რისთვისაც Amazon-ს ამისათვის დაჭირდა 6 წელი. კომპანია Live Goody-მა 1 წელში მიაღწია აი ასეთ დიდ წარმატებას. ასე რომ ეხლა არ გაგიჭირდებათ იმაზე ფიქრი, თუ თქვენ სად იმყოფებით. ასევე მინდა გაგახაროთ, რომ ეს არ გახლავთ ქსელური, ეს არის კლუბური. ქსელურის პატარა ელემენტი არის, ეს გახლავთ მოწვევა, რაზედაც მე ვისაუბრებ ჩემი პრეზენტაციის ცვლილების დროს. მოწვევა არის ძვირფასო სტუმრებო, მაგრამ ეს მოწვევა მინდა გითხრათ, რომ არ ვიცით, როდის შეწყდება. აუცილებლად შეწყდება, ვინაიდან კომპანია ელვისის სწრაფით მიდის წინ, მილიონობით ადამიანი არის დარეგისტრირებული და დღესაც რეგისტრირდებიან, აი, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება, მის ქვემოთ რაღაც 1-2 წუთში 1000-ობით ადამიანი რეგისტრირდება. ასეთი მსგავსი კომპანია არ ახსოვს მსოფლიოს. ამიტომ ვამბობ, ეს არის სენსაცია, ეს არის მოვლენა 21 საუკუნის. და ნამდვილად მთელს ევროპაში, მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქუხს კომპანია Live Goody. ქუხს, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გავიდეს, თუ აქვს ამბიცია $2000-ზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირეა მათთვის $2000 იქ აღარც მოიხსენიება. მათ აქვთ 4000, 6000, 8000, 16000 და არიან ძალიან ბევრი მილიონრებიც ყავს. მოკლედ, აი ასეთ გრანდიოზულ კომპანიაში მოგიწვიეს თქვენმა ძვირფასმა მომწვევებმა და თქვენ, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მადლიერი იქნებით მათით. კომპანიას აქვს 7 სახის ბონუსი. რა თქმა უნდა, ახლა ყველას თავდაპირველად ბიზნესი გაინტერესებთ. მე როდესაც მოვედი, ჩემს გამოცდილებას გეტყვით, ძალიან ბევრ ქსელურ კომპანიებში ვარ ნამუშევარი და როდესაც ვისმედი ამ კომპანიის მარკეტინგს, თავის ზღაპარში მეგონა და რომ არა მართლაც ჩემს საუკეთესო მეგობრებს არ შემოეთავაზებინათ ეს კომპანია და თავად ქალბატონ ნანამ, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლავთ, მან შემოიტანა ეს კომპანია საქართველოში. მას რომ არ ეთქვა, მე ნამდვილად ვერ დავიჯერებდი. ნამდვილად ვერ დავიჯერებდი, იმდენად ზღაპრული შემოსავლები აქვს და იმდენად რეალურ ზღაპარს ვეძახი, რომ რეალურ ზღაპარში ვარ თქო, იმიტომ რომ ასეთი რამ უამრავ კომპანიაში ვარ ნამუშევარი, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ძალიან მიყვარს ბიოდანამატები, ასევე იმ კუთხით დავიწყე მუშაობა, რომ მინდოდა რომ ოჯახისთვის უფრო მეტი დრო მქონოდა და შვილებთან მეტი დრო გამეტარებინა, თუმცა ახლა უკვე დიდები მყავს და ვფიქრობდი, რომ ონლაინ სამუშაო მეშოვა. და აი ამ კუთხით დავიწყე სწორედ ამ ქსელურებში მოღვაწეობა. მაგრამ ვნანობ მე რაც იქ დრო დავხარჯე, რაც ნერვები, ენერგია, თანხები,
აქ თქვენ წარმოიდგინეთ, დარეგისტრირებიდანვე მე ერთი თვეც არ გადამიხდია ჩემი ჯიბიდან ის $10, რაზედაც მე თქვენ მოგიყვებით ახლა. ყოველთვიურად კომპანიაში ჩვენ ვიხდით $9.95. ერთი თვეც არ გადამიხდია, იმიტომ რომ როდესაც მე დავიწყე მუშაობა და მოვიწვიე ადამიანები 2-3, მათაც მოიწვიეს შემდგომ ადამიანები, რა თქმა უნდა, უკვე ამომივიდა მე გუნდურად თანხები და ჩემი ჯიბიდან ერთხელაც კი არ შემიძინია ასევე ის ბიოდანამატები, რომელზეც ბოლოს გეტყვით. საოცარი ბიოდანამატები, რომელიც ყოველს ოჯახში უნდა იყოს აბსოლუტურად. თუ გვინდა რომ ვიყოთ ჯანმრთელები, რა თქმა უნდა. ჯანმრთელობა ყველას გვინდა, ფინანსები ყველას გვინდა. ხოდა თქვენ სწორედ ასეთ კომპანიაში იმყოფებით ძვირფასო სტუმრებო, სადაც ჯანმრთელობა და ფინანსები ორივე არის ურთიერთშერწყმული. ასე რომ, კარგად მოკალათდით და ყურადღებით მომისმენეთ. სწრაფი სახის ბონუსი გაგაცნობთ ახლა. როდესაც თქვენ რეგისტრირდებით თავდაპირველად $40 ყიდულობთ თქვენ საშვილიშვილო ბიზნესს. და $10, როგორც გითხარით, $9.95 გახლავთ უკვე ეს ყოველთვიური გადასახადი. აი დავუშვათ, დავდივართ ფიტნეს კლუბში, დავდივართ, გვაქვს ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონში, წყალი, დენი, ყველაფრის გადასახადს ხო ვიხდით? აი ასევე არის აქ ეს გადასახადი, ისევე როგორც Amazon-ზე არის ყოველთვიური გადასახადი, ხო? თუმცა პარალელს გავავლებ, რომ Amazon-ი 1 ცენტსაც არ ურიცხავს თავის მომხმარებლებს, კომპანია Livgood Amazon-ისგან განსხვავებით 80% უწილადებს პარტნიორებს. თქვენ წარმოიდგინეთ. როგორც გითხარით, ესე იგი, ორი ადამიანის მოყვანის შემთხვევაში თქვენ გიბრუნდებათ თქვენი $50. ანუ გამოდის, რომ $1-დან არ რეგისტრირდებით. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მე როდესაც სხვა კომპანიებში ვიყავი, იქ ბოლო კომპანიაში, სადაც ვიყავი, ყოველ თვე, მიუხედავად იმისა, რომ გვეუბნეოდნენ, რომ რეგისტრაციას უფასო იყო აბსოლუტურად, ყოველ თვე $250 ვიხდით. აქ თქვენ ყოველთვე გადაიხდით $27. დღეში 33 ცენტს. იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები და იმისათვის, რომ აწყოთ თქვენი უნიკალური, შეუდარებელი ონლაინ ბიზნესი და უფრო მეტიც, თქვენ სახლიდან გაუსვლელად ხელფასი გაქვთ $-ში, რაზედაც ნამდვილად ვერც ვიოცნებებდი, ვერც ვიფიქრებდი ამას, რომ მე ახლა თუ საქართველოში ვიჯდე ონლაინ და ხელფასი მქონდეს $-ში, ხო? ამაზე ვერც თქვენ ვერ იოცნებებთ, იმიტომ რომ ეს თუ არ წახვედი ევროპაში, არც $-ი გექნება ხელფასი და არც ევრო, ხო? შესაბამისად. აი ეს ბედნიერება მოგვანიჭა ქალბატონ ნანამ, რომლის ფესვებიც აქ არის საქართველოში და მან 5000-ზე მეტი ქართველი უკვე აზიარა ამ უნიკალურ მეგა კომპანიას, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, პარტნიორების და საქართველოს ჩათის სახელით. თუმცა ყოველთვის გვიშლის, რომ არ მითხრათ მადლობა, მაგრამ არ შეიძლება, რომ პატარა მადლობა და მადლიერება არ გამოვხატოთ. პატარა კი არა, ძალიან დიდი მადლიერება, მაგრამ ვინაიდან გვიშლის, მცირე მადლიერებით შემოვიფარგლები. ასე რომ, ასეთი ბედნიერება გვარგუნა, რა თქმა უნდა, კომპანია არის, როგორც გითხარით, უნიკალური, შეუდარებელი, მას ანალოგი არ გააჩნია და არც ეყოლება ალბათ მინიმუმ 70-100 წელი. ნამდვილად არ ეყოლება, იმიტომ რომ ესენი არიან კრეატიული ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ადამიანებზე და დღეს ასეთი ადამიანები ნამდვილად იშვიათობა არის. ცოტა გადაუხვია, მაგრამ ისევ დაუბრუნდები. ანუ თქვენ არ შეგაშინოთ იმან, რომ $40 უნდა გადაიხადოთ თქვენი ბიზნესის შესაძენად. ახლა სასაცილოც კი იქნება, მე რომ შემოგთავაზოთ, რომ გითხრათ, რომ აი მე გაძლევ ახლა $40 და შენ ბიზნესი აწყ. ხო, ალბათ იტყვით, რომ დამცინი $40-ად ფარც ვერ დავიფირა
დავიქირავებ და მე იქ მომსახურე პერსონალი გინდა და აბსოლუტურად ყველაფერი გინდა, ხო? პროდუქტი გინდა შეიტანო და ასე შემდგომ. ეს ზღაპარია, მაგრამ თქვენ აქ ცხოვრებაში ერთხელ ყიდულობთ $40, მაგრამ $1 არა, იმიტომ რომ აი ახლა დარეგისტრირდით ამ კვირაში თქვენ. შემდეგ კვირაში მოიყვანეთ 2 ადამიანი. თითოეულ მოწვეულ ადამიანზე კომპანია, როგორც გითხარით, გიხდით $25. ანუ თქვენი $50, $40 ბიზნესი რომ იყიდეთ და $9.95 ეს ყოველთვიური გადასახადი, ხო? შემდეგ ხუთშაბათს, ჩვენ ხუთშაბათობით გვაქვს ხელფასების დღე, ყოველ ხუთშაბათს, ყოველკვირეული და თვის ბოლოს, რა თქმა უნდა, თვიური ხელფასი, რა ხელფასიც გავაქვთ ჩვენ. თუმცა ჩვენი ხელფასი ყოველთვის არის მზარდი, იმიტომ რომ აქ გახლავთ გონდური მუშაობა და თქვენი მოწვეულებიდან ამოგდით 2.5%. და სწორედ აი ეს ყოველთვიური, როგორც მე ვთქვი, ანუ იმ კომპანიაში მე თუ ყოველთვე მათ ვუხდიდი $250, აქ ამ ლეგენდარულ კომპანიაში ვიხდი $27 თვეში. დღეში 33 ცენტად მე მაქვს ფუფუნება და ბედნიერება მიყო ჯანმრთელი, მქონდეს ბიზნესი, მქონდეს ხელფასი დოლარში და მქონდეს მეცნიერებათა დოქტორანტებთან უშუალოდ შეხება. თვითონ ამ პროდუქტის შემქმნელებთან. ვინაიდან, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით და კომპანია გიხსნით თქვენს კაბინეტს, თქვენი აკაუნტი გაქვთ, აქ კაბინეტში, რა თქმა უნდა, ეს ინგლისურად არის, მაგრამ იქ არის მენიუ, რა თქმა უნდა, თქვენი მომწვევები ყველაფერს აგიხსნიან და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც აქ ჩვენს დიდ ოჯახში თქვენ ფეხს შემოდგავთ, აქ არაფერი არ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ქალბატონ ნანამ სრულიად უანგაროთ, რომელიც არც ერთ ჩატს არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს ეს ბედნიერება და ფუფუნება, რომ გვაქვს ინსტრუქციების ჩათი, სადაც ვერც კი ჩამოვთვლი, უამრავი ვიდეორგოლები აქვს გაკეთებული. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ისე, ეს არის ღამეების თენების ხარჯზე, ძალიან დიდი შრომის ხარჯზე, ამას სჭირდება ნიჭი, კრეატივი, მონდომება, ნიჭი უპირველეს ყოვლისა, ხო? რა თქმა უნდა და ასეთი ლიდერი ყავს, ასე რომ არაფერი არ გაგიჭირდებათ აქ აბსოლუტურად, შემოდგათ თუ არა ფეხს, თქვენ თვითონ შეგიძლიათ პირველ რიგში დარეგისტრირდეთ იმ ვიდეორგოლის მეშვეობით, რომელსაც ქვია ექსკურსია ლივგუდის კაბინეტში და ნებისმიერი ოპერაციები გააკეთოთ ამ კომპანიაში, რადგან შეხვალთ იქ და თავად გაეცნობით ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ აქ ყველაფერი ისწავლოთ ჩვენ, ნებისმიერმა თითოეულმა, არც ერთმა არ ვიცოდით აბსოლუტურად, არც ტელეგრამზე მუშაობა, იმიტომ რომ მე ვმუშაობდი ფეისზე, ტელეგრამზე არ მიმუშავია და მსგავსად ასე არიან ჩემი პარტნიორებიც. აბსოლუტურად ყველაფერი აი იადან გვასწავლა ქალბატონ ნანა. ტელეგრამზე მუშაობა, ახლა უკვე Zoom-ზე გადავედით და ასე რომ აქ არაფერი არ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვართ ერთი დიდი გაერთიანებული შრომის მოყარე ოჯახი. ხშირად, როდესაც მეკითხებიან, მე სულ არ ვიცი, ვინ ვისი სტრუქტურაა, თუ კი რამე შემიძლია, ასევე არიან ჩემი პარტნიორებიც, ჩვენ არ ვასხვავებთ, ვინ ვისი სტრუქტურა არის, ჩვენ მზად ვართ ყველას დავეხმაროთ ერთნაირად. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, როგორც გითხარით. აი ფუტკრები ხო ყველა შრომობს, ყველა ფუსფუსებს და ყველას შეაქვს სად სკაში ის სასარგებლო თაფლი, ხო? აი ასე ვშრომობთ აბსოლუტურად და როგორც გითხარით, ჯაჭვისებურად ვართ აწყობილი და ასე ვმუშაობთ. გუნდური შემოსავლები, როგორც გითხარით, აი სწორედ ის $10 წყვეტს ჩვენს ხელფასებს და იმ $10-დან გავდივართ ჩვენ ასეთ გლობალურ ხელფასებზე, როგორც არის კომპანია ლივგუდში $2000-დან $16,000-მდე. და როგორც წეღან მოგახსენეთ,
$2000 ამერიკაში, გერმანიაში ეს მათთვის უკვე არაფერი არ არის. ასე ვთქვათ, შეიძლება მზეს უზირის ფულად ჩათვალონ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ევროპელებს მივბაძოთ, ვიშრომოთ. ჩვენს შრომაში რა მოიაზრება ძვირფასო სტუმრებო? მხოლოდ სიკეთის კეთება. თქვენ აქ არ გაქვთ ვალდებულება, როგორც სხვა ქსელურ კომპანიებში არის, რომ ჯერ მათთვის უნდა იშრომო და გაუყიდო პროდუქცია, თუ არ გაყიდეს შენი სტატუსიც გეკარგება, თუ არ შეასრულე ის ერთი ქულაც რომ დაგაკლდეს, ფაქტიურად ვარდები და აბსოლუტურად მთელი თვის ნაშრომი რომ იტყვიან, აი პირდაპირ გაგებით წყალში გეყრებათ, ხო? აქ მსგავსი რამ არ არის. ვინაიდან, როგორც გითხარით, აქ არის გუნდური მუშაობა და ვუზიარებთ ერთმანეთს აი ამ რეკომენდაციას გავცემთ. აი ეს არის ჩვენი მუშაობა და აი ახლა ამ ბოლო დროს კი დავიჯერე, სადაც ვარ, მაგრამ აი რატომღაც სულ ის ემოციები მქონდა, რომ ნუ თუ არ უნდა გავყიდო რაღაცა, დღესაც ახლა გასაუბრება მქონდა და როდესაც ვაკანსიას ვდებ Facebook-ზე, ხო, რა თქმა უნდა, ყიდვა გაყიდვის გარეშე და ეს უკვირთ ხალხს და ყოველთვის მეკითხებიან, რომ ჯერ ბევრი ვერ წუდება ამას, რომ ეს ყიდვა გაყიდვის გარეშე ხდება აქ ხელახალ ფასებზე გასვლა, ხო? და დღეს გასაუბრება მქონდა ქალბატონთან და აი როგორ ამიხსენიო რა როგორ შეიძლება ყიდვა გაყიდვის გარეშე, იმიტომ რომ მასაც უმუშავია სხვა კომპანიაში და მსგავსი ანალოგი არაფერი არ გამიგიაო და რა თქმა უნდა რომ აუხსენი გაოცებული დარჩა აბსოლუტურად, რომ ასეთი რამ არ გამიგიაო. ასე რომ თქვენს პირველად მოისმენთ ასეთ ზღაპრულ კომპანიას, მაგრამ უნდა დაგვიჯეროთ. უნდა დაგვიჯეროთ, იმიტომ რომ ეს არსებობს და აგერ ვართ ჩვენ რეალური ადამიანები, ვინც ამ კომპანიის წყალობით უკვე ვართ წარმატებული ბიზნესი გვაქვს და ყველაზე მთავარი ჩვენ პარტნიორები, რა თქმა უნდა, ყველა შემოვედით ბიზნესის კუთხით, როგორც თქვენ ახლა მობრძანდით და როდესაც ეს პროდუქტები დავაგემოვნეთ, ახლა ყველა ერთხმად ვიძახით, რომ ბიზნესიც რომ არ იყოს, მხოლოდ ჯანმრთელობის გამო გადავიხდი ჩემ ჯანმრთელობის გამო იმ თვეში 27 ლარს, ანუ დღეში 33 ცენტს, ხო? ხშირად ისეთ ბოდიში და უაზრო რაღაცეებში ვხარჯავთ ფულს, რომ 100 ლარი საქართველოში არაფერი არ არის, ერთი მაღაზიაში წასვლა და ხელებში გადნება და დიდი არაფერი არ გვიჭირავს, ხო? და თვეში, ხო დღეში 33 ცენტი ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რომელიც გითხარით მე, რომ თქვენ პირდაპირ მეცნიერებათა დოქტორანტებთან გაქვთ შეხება და მათ ეკითხებით. მოკლედ, შედეგების პრეზენტაცია გვაქვს. ჩაგერთვებით, ქალბატონო ციცი, ჩაგერთვებით ჩემო ძვირფასო და გეტყვით, პროდუქცია, დიახ, პროდუქცია რომ არის ზღაპარი და მხოლოდ ერთი პროდუქტით, შილაჯიტით შეიძლება ამ კომპანიაში იმუშაოს პარტნიორმა თუ პიროვნებამ. მხოლოდ ერთი პროდუქტით. ისეთ რამეს აკეთებს ჩვენი შილაჯიტი, ჩემო ძვირფასებო. ესე იგი არ შეიძლება რომ არ ჩართული ხარ, დიახ. და ამ შილაჯიტთან ერთად კიდევ რამდენი გვაქვს, ჩემო ძვირფასებო. მხოლოდ შილაჯიტით შეგიძლიათ იმუშაოთ და გამოიჯამრთელოთ თავი იმდენ რამეს აკეთებს. წარმატებას გისურვებთ, ქალბატონო ციცი. მადლობა, ქალბატონო ნანი. ახლა გამახსენდა, რომ კომპანია რომ იყო, მხოლოდ ერთ პროდუქტზე, ბაობაბზე მუშაობდნენ, ხო? ჩვენთან ბაობაბიც არის და უამრავი პროდუქტი გვაქვს, უამრავი, ასე რომ ზღაპარში ვართ, აი ნამდვილად რეალურ ზღაპარში ვართ და ბედნიერები ვართ აბსოლუტურად, რომ აი არანაირი ვირუსის, არანაირი დაავადების არ მეშინია და ჩემი პარტნიორებიც იგივეს ამბობენ, არ გვეშინია, იმიტომ რომ მე მაქვს პროდუქტი სახლში. აი ისევე როგორც ყოველდღიურად, ხო, ეს პური აუცილებლად უნდა იყოს სახლში. ერთხელ ჩვენთან ერთ-ერთმა პარტნიორმა თქვა, რომელსაც ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა და პრობლემების შემდგომ ამ პროდუქტმა რომ გამოაჯამრთელა და
მომეწონა მისი მაგალითი მართლა ასე არის, აი როგორც პური აუცილებელია სახლში და ის აუცილებლად უნდა ვიყიდოთ თუ არ გვაქვს დაუშვათ ხორცის ფული და ასე შემდგომ აუცილებელი მაინც უნდა გქონდეს, აი ასეთი აუცილებელი არის ჩვენი პროდუქტი. უნდა გქონდეს ეს უნდა გქონდეს სახლში. ჩაგერთვებით ქალბატონო ციცი, ახლა გამახსენდა აი ეს 2 დღის წინ მე მგონი ახლობლებმა ვისთანაც მქონდა კონტაქტი, იცით როგორი ხმა მქონდა, რაც უდად გავხდი და სერიოზული ვირუსი შემეყარა ნამდვილად და ვიფიქრე ახლა რაღა მეშველება თქო, თუმცა ცოტა დაგვიანებულად მივხვდი რომ რაღაცა მჭირს, იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ ვირუსი იყო. უბრალოდ ხო, ცოტა შეუძლოთ ვიგრძენი თავი, ვფიქრე გამივლის თქო, მაგრამ გვიან მქონდა რეაქცია და სასწრაფოდ მადლობა ღმერთს მქონდა სახლში ჩვენი პროდუქტი და კერძოდ ფაქტორ 4, არ ვიცი, ეს პროდუქტი არის რაღაც მართლა სასწაული რეალურად, იმიტომ რომ მე როდესაც იქიდან გამომდინარე რომ მე ანემია მქონდა ქრონიკული ყოველთვის, აქედან გამომდინარე ძალიან ადვილად ხდებოდი ავად, ძალიან ადვილად ვიღებდი ამ ვირუსს, გრიპს, ყველაფერს აბსოლუტურად და მინიმუმ თვე მიგრძელდებოდა ეს პროცესი, მინიმუმ. მაგრამ მოისაოცრება ნამდვილად პროდუქტი მივიღებ უშუალოდ ფაქტორ 4. ძირითადად ეს პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ რომელმაც 2 დღეში ჩამიქრო ყველაფერი. აი ჩაისიც გვიანი რეაქცია მქონდა და იმიტომ აი საერთოდ აღარ მაწუხებს აღარაფერი, არც სიცხე მაქვს, აღარც ვახველებ, აღარც ყელი მტკივა. აი საერთოდ არაფერი. ნუ არ ვიცი რა დავარქვა ამ პროდუქტს. ეს არის მართლა სასწაული. მართლა სასწაული, ასეთი რამე. აი წლების მანძილზე ვერაფერი ვერ ვშველი და ვერაფერი აბსოლუტურად. ასევე რაც უკვე ჩვენთან ზანდებით და ვიცით, უკვე რამოდენიმეჯერ ისიც ვიცით, რომ თქვენ საავადმყოფოში მოხვდით ანემიის გამო. კი, ანემია აღარ მაქვს და ჩაბერდე წარსულს და მე ანემია მაწუხებდა ფაქტიურად ზუსტად რამდენი წელიც ავსტრიაში ვარ და როგორც გამოვლინდა საქართველოდან მოყოლებული. იმიტომ რომ საქართველოში მე დამიდგინეს თითქოს გულის პრობლემა მქონდა, ტაქიკარდია, მაგრამ სინამდვილეში თურმე არაფერ შუაში არ ყოფილა გული, ანემიის ბრალი იყო, ასე ვთქვათ, ჟანგბადი არ მიეწოდებოდა დროულად გულს, სისხლის მიმოქცევა არ იყო წყობრში და აქედან გამომდინარე ეს გულს აკლდა ეს ყველაფერი პროცესები და სწორედ ამიტომ ხდებოდი ცუდად, გული მიხდებოდა ცუდად და უკვე ყველას ეგონა რომ გულით ვარ დაავადებული. საავსტრიაში რომ ჩამოვედი, აქ აქვს საუკეთესო დანადგარები და ამ დანადგარებმა გამოიკვლიეს, რომ გული საერთოდ არაფერ შუაში იყო, გული ჯანმრთელი მქონდა აბსოლუტურად და ეს იყო ანემიის ბრალი. საშინელი სიტუაციები მქონდა, ვერ ვიძინებდი, სხეულის კანკალი მქონდა საშინელი, ვერ ვიჩერებდი, მთელი სხეული აი მართლა მიკანკალებდა მთელი სხეული, მაგის გამო ზუსტად ვтивდებოდი, ვიყინებოდი, ყვითელი ვიყავი აბსოლუტურად, გადაყვითლებული, აი მკვდრისფერი მედო ნამდვილად. როცა ძალიან ძაფრად მქონდა, ზოგჯერ 3 დონეზე ჩამომსვლია ფაქტიურად რკინა და ასევე ჰემოგლობინი და ექიმები საერთოდ გაკვირვებულები იყვნენ, როგორ დავდიოდი ფეხზე, საერთოდ. და ეს მაწუხებდა წლების მანძილზე და ყოველთვის მიკეთებდნენ გადასხმებს. გადასხმა კიდე არ არის ძალიან მავნებელია გადასხმა და ეს ორგანიზმს აზიანებს მაქსიმალურად და აი წლების მანძილზე ამ გადასხმებით ვიყავი დაკავებული და ჩვენმა პროდუქტმა და უშუალოდ ვიტამინების ნაკრები რომ არის, აი მაგას მაგარი რკინის შემცველობა, კი ბატონო და აი მაგან საერთოდ ანალიზი ავიღე და ოდნავაც კი არა მაქვს არაფერი მსგავსი თუ ოდესმე მქონდა ანემია, აი ამაშიც კი ეჭვი შეეპარათ. რა ბედნიერება აღმერ თუ არა და 20 წელი იტანჯებით ამ ანემიით და უფრო მეტიც ხო საქართველოდან მოყოლებული როგორც თქვი. კი, ანემია არ გეგონოთ მეგობრებო, უბრალო რამე, ანემია აზიანებს მთელ ორგანიზმს, ყველა ორგანოს წვდება და ანადგურებს
იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა რომ არ არის ნორმაში, ასევე რკინა რომ არ არის ნორმაში, ჟანგბადის ნაკლებობაა ორგანიზმში და აქედან გამომდინარე აზიანებს მთელ სხეულს. აი ამას გადამარჩინა ჩვენმა პროდუქტმა. გილოცავთ ქალბატონო ნანა და უზომოდ მიხარია რომ თქვენ ეს პრობლემა მოგეხსნათ და აღარ გაწუხებთ და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ქალბატონ ნანას საერთოდ აი ვეხვეწებოდი რომ ერთი პროდუქტი მაინც რა როგორ შეიძლება კომპანიის შემომტანი ხართ 100 და პროდუქტების გემო არ იცოდა თქვენ წარმოიდგინეთ და პროდუქტებზე საერთოდ იმიტომ რომ ქსელურში არასოდეს არ უმოღვაწევია მას არ უმუშავია ის სხვა განხრით მუშაობდა ანალიტიკოსი გახლდათ და უფრო მაღალ თანამდებობებზე და ეს ბიოდანამატები მისთვის აი საერთოდ სრულიად უცხო იყო და ჩვენ ახლა მექსელები ასე ვთქვათ ბიოდანამატებზე ვართ. დიახ, ქალბატონი მახსოვს ქალბატონი ნანას ცინიზმი, როცა მე საუბრობდი ხოლმე. ძალიან კარგად მახსოვს. ქალბატონ ნანა რკინა მიიღებ. პლუს მე სუპერ წითელმა თქვენი სისარღვევი მოაწესრიგა და ყველაფერი ჩადგა ნორმაში. არა გვაქვს ფენომენთან საქმე, აი პროდუქციაზე რომ დაიწყება საუბარი მეგობრებო, ვერ ვითქენ. აი არ ვიცი, ყველას მინდა გადმოგედოთ ეს სიხარული და ეს ბედნიერება, ყველამ უნდა დააგებუნოთ ჩვენი პროდუქცია და ყველა ასე აენთებით. არა, ქალბატონო ნანი, ნება მომეცით ცოტა შეგედავოთ, იმიტომ რომ ცინიზმი ჩვენს ბუნებაში არ ზის, უბრალოდ ნამდვილად არა ვარ ცინიკი, მაგრამ რა თქმა უნდა, პროდუქტს ვიგნორირებდი, მართლაც ვიგნორირებდი, ნებისმიერ მსგავსად, უბრალოდ ჩემთვის ეს დაუჯერებელი იყო, რაღაცა კაფსულებს რომ რამის გაკეთება შეეძლოთ. უბრალოდ ჩემთვის აი ვიყავი ამ სიტუაციაში ნამდვილად თომა, ურწმუნო თომა. ნამდვილად არ მეჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ უკვე შედეგები რომ ვნახე და მართლა ეს სასწაულები რომ ვნახე, ნამდვილად არ მქონია ცინიზმი, არ ვიცი რატომ მოგეჩვენათ ქალბატონ ნანი ეგრე. უბრალოდ კი. ხუმრობით თქვა. კი, უბრალოდ ვიგნორირებდი, კი. მაგრამ თვითონ პროდუქტმა, ლივგუდის პროდუქტმა ხელები ამაწევია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არა მხოლოდ მე მიშველა მაგ პროდუქტმა, არამედ მთელი ყველა ჩემი ოჯახის წევრს. ფაქტიურად სიცოცხლე დაუბრუნა სრული ამ სიტყვის ადამიანი რომ ბრძანდებით, ამაში 200 აღწევს ქალბატონ ნანა, გენაცვალეთ. მაგრამ ფხვნილებიო, სულ ასე გაიძახდი და იმიტომ ამბობ ჩემს. კი, ეგრევე ძახოდი, ფხვნილებმა როგორ უნდა უშუალოს ადამიანს. მე აქ ძირითადად ლივგუდი ბიზნესის გამო შემოვიტანე, მაგრამ ეს იყო ჩემთვისაც აღმოჩენა, რომ აქ არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ პროდუქტი, რომელიც რეალურად შველის ხალხს და ეხმარება და ეს იყო ნამდვილად დიდი ბედნიერება და აღმოჩენა ჩემთვის. ბედნიერება ისიც იყო, რომ ბიზნესი შემოვიტანე და აქ ადამიანები ფეხზე დადგებოდნენ ბიზნესის მიმართულებით, მაგრამ ეს მართლა საოცარია, რომ არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ჯანმრთელობა, რაც მართლაც უმნიშვნელოვანესია. თუმცა მე ვიცოდი უკვე, რომ ამ კომპანიას ჰქონდა საოცარი პროდუქტი. ამბობდნენ, სანამ შემოვიდოდა საქართველოში, უკვე იყო ეს გაჟღერებული და ყოველთვის ველოდებოდი და მაინტერესებდა, აბა რა პროდუქტია ასეთი სერიოზული კომპანია და ეს რაღაცა უაზრობას არ გამოუშვებდა თქო. აი რომ მოვიდა პროდუქტი და დააგემოვნეს პარტნიორებმა, აი ეს დადასტურდა ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ თლად ისე ვიყავი დარწმუნებული, უბრალოდ ამ ადამიანებმა, რომლებმაც შემოიტანეს ეს კომპანია, იმდენად სიმპათიები დაიმსახურეს ჩემი მხრიდან, რომ მათ მიერ გამოშვებული, რაც არ უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, მაპატიეთ და ნაგავი რომ გამოეშვათ, დავიჯერებდი, რომ ის ნაგავიც რაღაცა შედეგს დადებდა და რაღაცა საინტერესო იქნებოდა, იმდენად საინტერესო ადამიანები არიან და ამიტომ მოლოდინში ვიყავი, რომ მათი გამოშვებული სასწაული იქნებოდა რაღაცა. ბუნებრივად თან მიხაროდა, რომ კომპანიას აქვს პროდუქტი და ეს არ იყო უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ესეც ნამდვილად შესრულდა ის სასწაული და დღეს უკვე არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, თუმცა მართლა ძალიან, ასე ვთქვათ, პესიმისტი არ არის და რაღაც თვითდაჯერებული ადამიანი, რაღაც თავის იდეებში და თავის აზროვნებაში, დღეს არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვინც არ აღიარა უკვე ლივგუდის პროდუქტი, ვინც არ თქვა, რომ ეს მართლა სასწაულიაო. დღეს ყველა გაოცებულია ამ პროდუქტით, ამიტომ ბევრიც რომ იგნორირება გაუწიოთ, ამას ვერსად ვერ გავექცევით უბრალოდ.
კი, ნამდვილად ფენომენთან გვაქვს საქმე, ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი, ეს ბიოლოგიურად დამუშავებული ნიადაგზე არის და აი ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ალბათ ჩვენი ბებიები რო იკვებებოდნენ, აი კიდევ უფრო წინაპრები, აი ასეთი ნატურალური და დღეს ეს პროდუქტი როგორ გვესაჭიროება ძვირფასო სტუმრებო, პარტნიორებო, ისე როგორც აი უდაბნოში რომ წყურვალს წყალი, ასე გვესაჭიროება, იმიტომ რომ არანაირი სოფლებშიც ახლა თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ხო ვხედავ ახლა მაქვს დაუშვათ შეხება სოფელთან და სოფელშიც კი აბსოლუტურად ხილი, პომიდორი, ყველაფერი არის თუ არ შეწამლა ხალხმა და შეწამლა მერე როგორ საშინელი რაღაც შხამქიმიკატებით, ის არ მოვა, მოსავალი არ მოვა. ანუ ჩვენ ფაქტიურად ნატურალურს ვერაფერს ვერ ვიღებთ. ვერც ტაფილოს, ვერც ჭარხალს, ვერც ბროწეულს, ვერც სალათის ფოთოლს, აბსოლუტურად არც ხილი, არც ბოსტნეული ჩვენ არ გვაქვს ბიო. ბიო გვაქვს აი ეს პროდუქტი. აი ამ პროდუქტით ხდება ჩვენი, ასე ვთქვათ, იმ მიკრო-მაკრო ელემენტების შევსება და ბალანსის აღდგენა ჩვენს ორგანიზმში, რაც ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს. ხო, ჯანმრთელი რო იყოს ახლა ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ უნდა მივიღოთ ეს ყველა საკვები მოგვცა. იმიტომ მოგვცა, რომ ეს ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჰაერიც მოწამლულია და ნიადაგიც აბსოლუტურად ვერანაირად ვერ ვიღებთ, ხო, სამწუხაროდ ჩვენ ჯანსაღს ვერაფერს. კი, დაგიდასტურებთ ქალბატონო ციცი, თუ გახსოვთ ახლა ზუმში ყველა ვერ დაესწრო და მაინც მინდა გავაჟღერო ეს ბატონი ბენგლისკის სიტყვები, რომელმაც თქვა ადამიანი არ უნდა დაელოდოს, რომ ავად გახდეს და შემდეგ რაღაცა მკურნალობა ჩაიტაროს. ლივგუდი არსებობსო იმისთვის, რომ თქვენ არასოდეს ავად არ გახდეთო. აი ეს მომენტი ძალიან ყურში მოსახვედრი იყო და ამიტომ გავაჟღერე, რომ ბევრი ვერ ესწრებოდა იმ დღეს ზუმს და მათთვისაც ეს ასე ვთქვათ გასაგები რომ იყოს, რომ აი ასეთი ამ დონეზე არიან დაარწმუნებულები თავიანთ პროდუქტში, რომ ადამიანი, რომელიც მიიღებს სისტემატიური სახით ამ პროდუქტს, ის ავად არასდროს არ გახდება. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. და ბედნიერება. ისმენთ კიდევ გაუძლიერება იმ ჩართვის ის ხო ბევრი ვერ დაესწრო სამწუხაროდ. ხო, ეს მოკლე ვიდეო რომ გავაჟღერე, გადავთარგმნე ბენგლისკი რომ ლაპარაკობს 5 ფაქტორიო, რითაც ფაქტიურად შემკულია დღეს ხომ ბიოდამანატები, რომლებიც ღირს ძვირი, მაგრამ სინამდვილეში იქ სარგებელი არაფერი არ არის, ხო? აი ზუსტად მანდ არის ნათქვამი კიდევ რომ როდესაც ასეთ ძვირს იხდი ამ პროდუქტშიო, ხო? ძალაუნებურად შენ სისტემატიურად ვერ ყიდულობ ამ პროდუქტს, ხო? წყდება ეს შენი პროცესი ამ პროდუქტის მიღების, თუნდაც ახლა კარგიც რომ იყოს ის პროდუქტი, ხო? ამ დროს როდესაც წყდება, ეს უკვე სარგებელს აღარ გაძლევს, იმიტომ რომ ის თავისი პროცესია, ხო, რაღაც პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ იმას თავისი წყობა აქვს, თავისი ჯაჭვი აქვს, რომ უნდა მიიღო, რომ იმან შენ შედეგი დაგიდოს. ამ დროს, როდესაც ძვირია და ვერ ყიდულობ შენ ამ პროდუქტს, შენ გიწყდება ეს პროცესი, ამიტომ ის არანაირ სარგებელს არ მოგცევს. ჩვენ კი შევქმნით ისეთი სიტუაცია და ისეთი პროდუქტიო, რომ თქვენ სისტემატიურად მიიღოთ, სისტემატიურად გქონდეთ შესაძლებლობა იყოს მისაწვდომი ფასი და უნიკალური პროდუქტი თქვენ ორგანიზმას სულ მიიღოს, რომ არასოდეს არ გახდეთ ავათო. აი ეს იყო ნათქვამი და ეხლაც თუ მოისმენთ იმ თარგმანს, აი ახლა ბენგლისკის მოკლე ვიდეო რომ გადავთარგმნე, აი იქ ამბობს მაგას სხვათაშორის. ხომ არ არის შესაძლებელი თუ მოგვცემს საშუალებას. არა, სამწუხაროდ ვერ ზიარდება და ხმა არ ისმის. არ ისმის სამწუხაროდ და არ გამოვა. ტელეგრამი არ გვაძლევს ამის საშუალებას. თქვენ თავად თუ გააზიარებთ, კი, თვითონ თუ გააზიარებთ, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ მაგ ვიდეოს. ქალბატონო ციცი, შეძლებთ თქვენ რომ გააზიაროთ? თქვენ უფრო გამოგდით ხოლმე და იქნებ ვეცდები, მე ხა ტელეფონით ვარ, პლანშეტით არ ვარ. საღამო მშვიდობის მოგესალმებით. თუ არის საღამო მშვიდობის საძლებელი ჩაგერთვებით. ისმენთ. საღამო მშვიდობის.
მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, მოგიკითხავთ ყველას, დიდი გულისხმობით გისმენთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები არასდროს არ მინდა რომ გამოვყო და გამომეპაროს. რამდენი ხანია მინდოდა ამ ყველაფრის მოსმენა. მომშივდა რომ ასე ვთქვათ, მომშიებია რომ იტყვიან. ამიტომ მთელი გულისყმობით გისმენდით, მე დავამატებდი ჩემ აზრს დანამატებს რაც შეეხება ჩემი შემოსვლის პირველი დღიდან, პირველი წამიდან, როგორც კი ვეზიარი აი ამ კომპანიას, პირველივე აღებული მქონდა გეზი, იმით რომ მქონდა საკმაოდ შთამბეჭდავი, ეფექტური დანამატები, იმიტომ რომ პირველი ადვე ძალიან მალევე მე თვითონ შევიძინე, ძალიან მალევე მივიღე და შედეგით სერიოზული დამიდო. ამიტომ გარშემო თუ ვინმე ადამიანების კატეგორია, ბავშვი, ქალი, მოხუცი, კაცი, დიდი, პატარა, აბსოლუტურად ყველასთან ვისთანაც მაქვს შეხება, ყველას ვაგებინებ. ყურში ვეჩურჩულები, ხმამაღლა ვეძახი, ზოგს ვეკამათები, ზოგს ვეჩხუბები, რომ ეს არის კომპანია, სადაც არ არსებობს რაღაცას აცდენილი სიმართლე, აქ არის რეალობა ყველაფერი და იმას კი არ უნდა ფიქრობდეთ ადამიანები, რომ აი დავლევ და კარგად ვიქნები. არა, უბრალოდ ორგანიზმს რაც ჭირდება, იმით გყვებავს, იმით გაჯამრთელებს, იმით გაჯანსაღებს და მე ვერანაირი დაავადება ვეღარ გერევა. ვეღარანაირი ვირუსი ვეღარ გერევა, ვეღარანაირი ქრონიკული დაავადება არ გადაგდის არაფერში. აი დამეჯერეთ ხალხო, აი ასია და ამას ყველგან და ყოველთვის ვიტყვი აბსოლუტურად რა. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია. მადლობა თქვენ ქალბატონებო, მადლობა ქალბატონო ნანა და მინდა რომ სულ იყოს, მინდა რომ სულ თან ძალიან მალე სულ ახალ პროდუქტებს დებენ, ახალ შემოთავაზებებია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არის ერთი მაგრამ, რაც ყველაფერს უფრო ნათელს ხდის და უფრო ამაგრებს აი ამ კონტაქტური მიმოწერა თვითონ დამაარსებლებთან, რაიან და ლიზა გუტკინებთან, სადაც შეგიძლია რომ ადამიანმა მე მქონდა სერიოზული მიმოწერა მაქვს დღესაც, იმიტომ რომ მქონდა რაღაც რაზეც მე კითხვის ნიშანი დავსვი და წარმოედგინეთ ისეთი პასუხი მივიღე, არ ველოდი საერთოდ და მაშინ ვთქვი რომ აი ბრავო ლივგუდი თქო რა, ბრავო ლივგუდი, იმიტომ რომ ძალიან გაშიფრულად დაუწერე მე რაზეც მიუთითე და რაზეც შემეპარა ჩემი ხედვა. ანუ რაზეც პრობლემა გაქვთ თქვენ? როგორ? რაზეც პრობლემა გაქვთ თქვენ? რა თქმა უნდა, მივიღე დანამატი ჩვეულებრივად და მივწერე რაც იყო, რაც არ იყო და იმდენად სერიოზულად გამცეს პასუხი და იმდენად ამომწურავად აი სიტყვით მიმითითა და მიმახვედრა, რატომ მოხდა ეს? გავჩუნდი. ეს იმდენად დასაფასებელია და ეს იმდენად მოვიპარე, ხელი ვტაცე რა, ჩავჭიდე აი ამ მომენტს, რომ ეს ხელიდან არ გამეშვა. ამას არავინ არ გეტყვის, ამას არავინ არ გაგიშიფრავს და ვერც მოხვალ აზრზე, მიტომაც არის მთელი ცხოვრება ამ საათი აქ ქსელების, წამლების კლაპ და არაფერი შედეგი, იმიტომ რომ არავინ არ არის ვინღაცამ რომ გითხრას, რომ ეს ასე არა და ისე. ეს ყველაზე დიდი რამეა ჩადებული ამ ჩვენ კომპანიაში და მე მინდა რომ ყველამ დავაფასოთ, ყველამ მიხვდეს და ყველამ მართლა ხელში აიტაცოს. ხელს საგოგმანებელი რამეა ეს, ჩემო კარგებო. აუცილებლად მინდოდა მეთქვა მე ეს ყველაფერი. წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერი საუკეთესო. მინდა გისურვოთ ყველა სათითაოდ. მადლობა ქალბატონო მაგარ, ჩვენც გვიხარია რომ ბედნიერი ხართ და კმაყოფილი ხართ და თქვენ ჯანმრთელობა უკეთესად არის და იქნება რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ასე რომ აქ არავის არაფრის შიში არ გვაქვს, იმიტომ რომ ვართ ლივგუდში. გვაქვს ეს უნიკალური კომპანია და ეს უნიკალური პროდუქტი. საგმომშვიდობის ქალბატონებო, მეც მინდა რომ ჩაგერთოთ, ვერ ჩავატიე გითხრათ. სიმართლე ორჯერ შევეცადე და ვერ ჩაგერთე. ვეთანხმები მაკას, ნამდვილად ასე არის, ეს არც ერთ კომპანიაში არ მომხდარა, მე თვითონაც მქონდა შემთხვევა ერთ-ერთ ქალბატონზე დაუწერე წერილი ქალბატონ ლიზას.
რა თქმა უნდა მოვეთბილე, თავიდანვე მადლობა გადაუხადე და მე დავწერე წერილი და ჩემი წერილიც იყო ცოტა ფართო, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც ესე იგი მოხდა ასეთი შემთხვევა, ქალბატონს გაუკეთდა ჩიყვის ოპერაცია. ჩიყვის ოპერაციის დროს მოხდა ზარი, ეს ვინც ოპერაციას აკეთებდა, გავიდა ოპერაციიდან და მეორე ექიმმა გააგრძელა ოპერაცია. ის იყო შედარებით ახალბედა და აღმოჩნდა, რომ კვანძის მაგივრად თვითონ ჩიყვზე იყო ჩამოჭრილი. ესე იგი დაიხურა ოპერაცია, თითქოს გაკეთდა ოპერაცია. მე ეს ქალი შეიქმნა ძალიან ცუდად. ფაქტიურად ჩატარდა ეს ოპერაცია, შემდეგ გაუშვეს თბილისში და რადიოაქტიური იოდი მიაღებიეს. ამან გამოიწვია გართულება, იმ პერიოდში 17 ადამიანი ღებულობდა ამ რადიოაქტიურ იოდს და ეს ქალბატონი შეიქმნა ცუდად. წესით ცუდად არ უნდა შექმნილიყო. და მე როცა გამოიკლიეს, რომ რატომ მოხდა ასეთნაირად, გაუკეთეს ხელახლა ეხო და აღმოჩნდა, რომ კვანძები ისევ იმ ადგილზე იყო, რაზეც ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. შემდეგ ეს ქალი ძალიან ცუდად გახდა, წავიდა თურქეთში და თურქეთმაც იგივე პასუხი უთხრა, რომ აი კვანძები ისევ იმ ადგილზეა და განმეორებით ოპერაციაზე, ანუ სხვის გაკეთებულ ოპერაციაზე თურქეთმა მოთხოვა ძალიან დიდი თანხა. ვეღარ შეძლო უკვე ამ ადამიანმა დამიკავშირდა მე, დაიწყო ჩვენი პროდუქტები და თანვე გაუჩნდა რაღაც კითხვები, რომ მივწერეთ ქალბატონ ლიზას. არ ვიცი, რომელი ექიმი ამას იზამს, გაოცებული ვარ, ვერ მოვითმინე, დაუსხლინე და იმ ადამიანს ჩაუგდე და ყველა თითეული აზრი გაშიფრა, თითეული პროდუქტი გაშიფრა და შემცვა ისეთი წერილი მოიწერა. გამიკვირდა უბრალოდ, აი ძალიან გამიკვირდა და ისეთი იმედი მიეცა, იმ ქალბატონს იმედია მეც მეშველება რაიმეო. წარმოიდგინეთ, ხელახლა ოპერაციას ვერ იკეთებს, იმდენად რთულად გადაიტანა ეს ყველაფერი. და ნამდვილად ექნება შედეგი, უბრალოდ ეს არის ძალიან რთული მდგომარეობა, ამ შემთხვევაში, აი მართლაც ურთულესი მდგომარეობა არის, ამას ყველაფერს დაემატა ის, რომ ოპერაცია კარგად ვერ განვითარდა და სტრესი მიიღო კიდევ და ანუ ძალიან კარგად ამიხსნა ეს ყველაფერი და მეც რა თქმა უნდა დიდი მადლობა გადაუხადე და ნამდვილად მივხვდი, რომ ასეთი პროექტი მართლა არ არსებობს, რომ ასე სახლიდან დაუწერო ექიმს წერილი და მოგივიდეს ისეთი პასუხი, რომ შენ თვითონ გაგაოცეს. და როცა წინა კომპანიაში ვიყავი, აი პროფესორი ხშირად იტყოდა, პროდუქტი უნდა იყოს ისეთი, რომ პროდუქტმა მისი თავი თვითონვე გაყიდოს. და მე სულ ფიქრობდი, რომ მეთქი პროდუქტმა თავის თავი, რა კარგია ასე, რომ თავის თავი უცებ გაყიდოს, ფიქრობდი. იქ ძალიან ძვირიღებდა პროდუქტები და ესე არ ხდებოდა. და იმ პროფესორის სიტყვები დღეს ამ კომპანიაში ამიხსნა ქალბატონი. აი ზუსტად ამ კომპანიაში ამიხსნა დღეს შვენი პროდუქტი ყიდის მის თავს. სადაც წავიდა ჩემი პროდუქტი, მოიყვანა იქიდან კმაყოფილი ადამიანები 10 მაგად. და მქონდა კიდე ასეთ ამ ბოლო დროს მე ხშირად შედეგებს ხშირად ვამბობ და ამ ბოლო დროს ერთ-ერთი ჩემი მომხმარებელი ფეხები და ხელები უჟროდებოდა და გავატანე წითლები, სისხლის გამწმენდი. სუპერ წითელი, ხო. და ერთი კვირაც არ იყო გასული და ლია სუპერო რა. მოკლედ ისეთ რამეებს მათნეო ექიმთან არ მიჩნდება სრული წავიდე საერთოდ ექიმთან თუ რამე პრობლემა გაუჩნდა ამ ადამიანს უცებ მივეშველე და ნუ არ ვიცი, მართლაც საინტერესოა აქ მუშაობა, რატო? იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ხარ, ძალიან ამაყი ხარ, რომ ასეთი პროდუქტი გიჭირავს და თუნდაც როცა ბიზნესებს საუბრობთ, ზუსტად ამით ვსაუბრობთ ბიზნესებს, რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს პროდუქტების და თუ ერთხელაც ადამიანი პროდუქტებსაც გამოცდის, რა თქმა უნდა, მას გაუჩნდება კიდევ სურვილი, კიდევ შეიძინოს და გაუჩნდება ისეთი სურვილი, რომ სხვასაც უთხრას ბუნებრივად და ესეც მოხდა ჩემთან. ქალბატონებო, აი ერთ-ერთი ჩემი პარტნიორის მომხმარებელი, ასე რომ ვთქვა, დამიკავშირდა მე, რადგანაც ის ახალია და არ იცოდა რა ეხსნა, ამ ქალბატონს მივაწოდე ყველაფერი ინფორმაცია, შეიძინა პროდუქტები და
დამიმეგობრდა Facebook-ზე და მიგზავნის ხმოვანს. რა გავაკეთო, ქალბატონო ლია, იმდენად კარგად ვარ, რომ ხალხიო მაწუხებსო და მე არაფერი არ ვიციო, ან რა გამოვწერო, ან რა გავაკეთო. და მე აი ზუსტად ასე ბუნებრივად ხდება, აქ ბიზნესიც აწყობა. თავზე ლაპარაკობს, კი, ნამდვილად. ეს პროდუქტი მინდა რომ იცოდნენ ძვირფასმა სტუმრებმა, რომ ეს პროდუქტი მხოლოდ ხელ ეწიფებოდათ მილიონრებს, იმიტომ რომ ლიზა და რაიან გუტკინები, როდესაც ამ პროდუქტს ქმნიდნენ, ის იმდენად ძვირი იყო, რომ მხოლოდ მილიონრებს შეეძლოთ ეს რო შეეძინა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს, არ ვიცი, რა დონის ფუფუნება და რა დონის ბედნიერება, რომ ბატონმა ბენგლისკმა და ნოუდერ ხაზანმა ამ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ანუ დამაარსებლებმა ჩვენს პლატფორმაზე შემოიყვანეს ეს პროფესორები, მეცნიერებათა დოქტორანტები, სადაც წეღან რომ დავიწყე. თქვენ როდესაც კაბინეტში შედიხართ, იქ არის კითხვარი და თქვენ ავსებთ კითხვარს აბსოლუტურად მოგდით პასუხი თავად მეცნიერებათა დოქტორანტებისგან, თქვენ რა პროდუქტი გესაჭიროებათ, რამდენი წონა ხართ, რამდენი კილო, აბსოლუტურად მეტრი და ასე შემდგომ, იქ ყველაფერს ავსებთ კითხვარს და ყოველგვარი თანხის გარეშე კონსულტაციები ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გაიაროთ. თანაც ვისთან, ხო? პროფესორებთან. გეთანხმებით, იმიტომ რომ წეღანაც კიდეც ვამბობდი, მე რომ მივწერე, მე ჯერ მას მივწერე, რაიანს, ბატონ რაიანს მივწერე ჯერ და როგორც კი მივიღე ეს პასუხი, სადღაც 1 საათში ქალბატონი ლიზას მისიც ჩავარდა. და ისე იყო გაშიფრული, რომ აი გაოცებული დავრჩი, ხმა ვეღარ გამეყინა რა ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა კითხვაზე პასუხი გამცა. მე მივწერე და უწერე, რომ აი ეს რატომ მოხდა, რატომ ასე არ მოხდა რა და გამიშიფრა აბსოლუტურად ყველაფერი და ძალიან მაგარი რამეა და დავეთანხმებით ლიას იმ შემთხვევაში, რომ აი ბიზნესი, როცა ადამიანთან უხსნი სთავაზობ ბიზნესს, ხო, თავისთავად უნდა შესთავაზო ისეთი, რაც სურვილი გაუჩნდეს. რისი სურვილიც ბიზნესის კეთების სურვილი რო გაუჩნდეს და როცა საუკეთესოს მეშვები, რა ქვია, სთავაზობ, იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი, როცა უკვე გატესტილია, გაშიფრულია, ამდენი ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანია, იქ არაფერზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. მადლიერებმა საერთოდ მოხსნა რა, მოხსნა ყველანაირი კითხვა მოხსნა ჩვენთან რომ ვიზიტზე მიდიხარ და არაფერში არ იხდი 130 ლარს 80 ლარს და 2 სიტყვინა დადება სიტყვი და რა გამოდიხარ და როგორი გამოდიხარ და რა უნდა ქნა ის არიცი, ბოლომდე არ გაქვს გაგებული არაფერი. აქ აბსოლუტურად ესეც კი ყველანაირი ფასის დანამატის გარეშე აბსოლუტურად კონტაქტში ხარ და ეს იმხელა სტიმულია რომ ეს არის ფასდაუდებელი რამ რაც ამ კომპანიას აქვს დაწყებული მენეჯმენტიდან, დამთავრებული დანამატებიდან და თვითონ იქ მომუშავე ადამიანებიდან, ლიდერებიდანაც და შემქმნელებიდანაც. ასე რომ ყველაფერი გათვლილი გათვალისწინებულია და ჩვენზეა დამოკიდებული უკვე ჩვენი განვითარება, ჩვენი ბიზნესი და ჩვენი ჯანმრთელობაც ყველაზე მთავარი, რასაც გისურვებთ ყველას წარმატებულ ბიზნესს და ბედნიერ ჯანმრთელობას შემოკარგებო. მადლობა, გაიხარეთ ქალბატონო მაკა. კი, ფაქტიურად თამამად, სრულიად თამამად შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ, ჩვენ რეკლამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, როგორც ბიზნეს, ასევე პროდუქტს, ასე რომ სრულიად თამამად შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ, ისე რომ არ მოგერიდოთ, არ შეგეშინდეთ ბიზნესაც და როგორც აღნიშნე პროდუქტსაც. ანუ თქვენ აქ, როდესაც ადამიანი მოყავთ, აკეთებთ ერთ სიკეთეს კი არა, 2 სიკეთეს. თქვენ აძლევთ მას ფინანსურ თავისუფლებას და აძლევთ ჯანმრთელობას. უშუალოდ დამხმარე ხართ თქვენ, თორე ყველაფერი ღმერთისგან არის, ეს ნიჭიც და ეს პროდუქტიც ღმერთისგან არის ბოძებული, მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ასეთი ნიჭიერი ადამიანები და ასეთი პროდუქტის შემქმნელები, რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სიკეთეს ვერ გავაკეთებდით. ასე რომ სიკეთე გადამდებია, ხომ ასია? ხო დავაკეთოთ სიკეთე, ამას მუშაობა არ ქვია. აქ მხოლოდ სიკეთეს ვაკეთებთ.
მხოლოდ რეკომენდაციას გავცეთ. კი, ბენგლისკიმაც ზუსტად ეგ თქვა, რომ თქვენ აქ არ შემოხვედით უბრალოდ კომპანიაში. თქვენ ემსახურებით იდეას, ადამიანების დახმარების იდეასო. იმიტომ რომ ჩვენი თავარი ფუძე არის ზუსტად ეს იდეა. ეს კომპანია ამ იდეით შეიქმნაო. ამიტომ თავისთავად ჩვენ ვართ ამ ადამიანების თანამოაზრეები და თავისთავად ვაკეთებთ იმას, რაც მათგან წამოვიდა, ხო? მეც ასე გავაგრძელეთ, თქვენც ძვირფასო პარტნიორებო ასე განაგრძობთ არა ამ საქმიანობას. და მართლაც იმ დღეს ვიცინოდით კიდეც, ჩვენ ლივ გუდის ერთგულები ვართ. გუდის ერთგულები არა ვართ, უბრალოდ იდეის ერთგულები ვართ. იდეის მომწონს ეს იდეა. რისთვისაც შეიქმნა ეს კომპანია, ეს მომწონს, იმიტომ რომ ჩემს ბუნებასთან, ჩემს ხასიათთან, ჩემ ადამიანთან ეს უშუალო კავშირშია. და ამიტომაც უბრალოდ ჩემ გულთან არის ეს ახლოს და ამ კომპანიის გარეშე აღარც კი შემიძლია საერთოდ არსებობა. შეყვარებულები ვართ ამ კომპანიაზე. მეც ყოველთვის ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სიკეთის კეთება, ძალიან. და მართლაც აი ეს კომპანია მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაკეთო ეს სიკეთე, ხო? ამაზე მეტი სიკეთე რა უნდა გაუკეთო ადამიანს? არ ვიცი. ერთს ვიტყვი რა კიდე უცებ დამავიწყდა და არადა ძალიან კარგი ამბავია. მე ხშირად ვსაუბრობდი, მომყავდა მაგალითი სიმსივნიანი ქალბატონი რომ მყავდა 84 წლის არის თქო. აი ხშირად ვამბობდი თავიდან პრეზენტაციებზე. ჩვენ ქიმია უთხრა ექიმებმა არ გაიკეთა, მე ქიმიას ვერ გავუძლებო და ჩვენი პროდუქტები დაიწყონრი და შედარებით იყო უკეთესად და ექიმა უთხრა რომ კიდევ კარგი ქიმია რომ არ დაიწყეო. ამ ბოლო დროს დიდი ხანი არ მოვიდა, არ ქონდა თანხა და მე ისე გავატანე პროდუქტი. მე ვთხარი არ მოგერიდოს მეთქი, ჩემი როცა გექნეს, მაშინ მომიტანე მეთქი და დიდი ხანი არ მოვიდა და მეთქი რო დაურეკო, ის არის ფიქროს ფული რო არ მაქვს მიცემული, იმიტომ ხომ არ მირეკავს და მე ვერიდებოდი დარეკვას. არა და ძალიან დიდი ხანი გავიდა. მე მოვიჯავრე კიდეც ნეტა მეთქი ხო არის კარგად. და ხან გადამავიწყდა, ხან სულ ფიქრებში მყავდა ყოველ შემთხვევაში და დარეკა გუშინ წინ დამირეკა. ისე გამიხარდა გოგოებო რომ ნახე დაეწერა ამ ქალის სახელი, ისე გამიხარდა როგორ ახარ მაგული დეიდა თქვა და კარგად შვილო ლია შენი წყალობითო დაგეკარგეო, მაგრამ არ ვიყავი საქართველოშიო. იცი რა გამაბედიო? საქართველოს გარეთ ვიყავიო, ვარ თან კლიენტი მყავდა მე თვითონაც და სად იყავი მაგული დეიდა თქვა და მოგიყოფი ყველაფერს რომ მოვალ შენ ეს მითხარი კანაფისეთი თუ გაქვს ახლა ჩემთვის ხოდა ამ წუთას არ მაქვს მაგული დეიდა მეთქი და აუცილებლად როცა იმას ვიზამ ყველა გაყიდულებია რაც მაქვს შეკვეთები თქვა და აუცილებლად გაგითვალისწინებ თქო მე ზაკაზად არ ვეკავდი არ გეფიქრა რომ რადგან თანხა არ ქონდა მოტანილი არ გეფიქრა რომ ფულის გამო ვეკავდი მე არა შვილო მაგისტრის როგორ ვიფიქრებდი შენზე მაგასა და ისე გამიხარდა რომ კარგად არის ისევ მოკლედ არ ვიცი მართლა დიდ ბედნიერებას გვანიჭებს ეს კომპანია ნამდვილად ყველა ბედნიერი ვართ აქვე მინდა ერთ-ერთი აქ პარტნიორის ახლობელი მამაკაცი რომელიც მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და ახლობლები უკვე იმას ფიქრობდნენ რომ ისე დაღუპულიყო რომ არ დატანჯულიყო თქვენ იცით ხო სიმსივნით დაავადებული ადამიანები მერე მორგზე მერე საშინელება და არ ვიცი ტრაგედია ეს რასაც ქვია და აი ამას ფიქრობდნენ ამ მამაკაციც და დღეს ეს მამაკაცი ჯანღონისავსია ჩვეული ცხოვრების რიტმით ცხოვრობს თქვენ წარმოიდგინეთ ნუ მეტი რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ დიაბეტი რომ განიკურნა ფსორიაზი რომ განიკურნა სახსრები წნევები გული და ეს ყველაფერი ხო სხვაში წვეთია აი ამ ბოლო კულმინაციას ვამბობ მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით ადამიანები როგორც იცით იღუპებიან ხო ფატალურად თავდება მათი ასე ვთქვათ სიცოცხლე მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ აი ამის შემდეგ უკვე წერტილს ვსვავ და ბევრს არაფერს აღარ ვსაუბრობ ამ პროდუქტზე პროდუქტი საუბრობს თვითონ უბრალოდ ეს თქვენ თუ არ დააგემოვნეთ როგორც მე ავღნიშნე დასაწყისში ხომ რომ გითხრათ რომ ეს ტორტი ძალიან გემრიელია თქვენ ვერ გაიგებთ მის გემოს თუ თავად არ მიერთნოთ ხომ ასეა ასე რომ გისურვებთ რომ მალე დააგემოვნოთ
ჩვენი კომპანია ლივგუდი თავისი უნიკალური პროდუქტებით და თავისი ბიზნესით. და როგორც აღნიშნე, მე არც ერთი თვე არ გადამიხდიეთ ჩემი ჯიბიდან, ყოველთვის უკვე კომპანიიდან დარიცხული თანხებით ვიხდი მათ დოლარს და პლუს მეუღლე დარეგისტრირებული მყავს ქალიშვილი მათ თანხას და პლუს მაქვს ისეთ კაბინეტები, რომელსაც ასე ვთქვათ, ვინახავ და ვიხდი ისე, რომ არაფერი არ მეტყობა მე, ჩემი ჯიბიდან არ ვიხდი, კომპანიიდან დარიცხული თანხებით ვიხდი, ასევე ყოველთვის პროდუქტს ვიწერ. ყოველ თვე არ ვაგდებ, რომ მე პროდუქტი არ გამოვიწერო, იმიტომ რომ მთელი ოჯახი მოვიხმართ. აი ასეთი უნიკალურ კომპანიაში ბრძანდებით თქვენ. სიტყვებს აქვს ძალიან ცოტა მნიშვნელობა, ძალიან ბევრიც რომ ვაქოთ, ბევრიც რომ ვისაუბროთ პროდუქტზე, თუ საერთოდ კომპანიაზე და ასე შემდეგ. თუ არ იგრძნო ადამიანმა ეს და თუ არ დააგემოვნა და თუ არ ნახა საკუთარ თავზე გამოსცადა, ქებას აზრი არ აქვს, არანაირი და მართლაც თვითონ პროდუქტი საუბრობს თავის თავზე, იმიტომ რომ აქ არავის არაფერს არ ვეხვეწებით, ხო? ადამიანები თვითონ ითხოვენ, რომ დააგემოვნეს, ნახეს შედეგი და თავისთავად უკვე აღარ არის საჭირო. აი შენ გინდა პროდუქტი, ის თვითონ თხოვობს, კი მინდა პროდუქტი. ეს იგივეა ხა კოსმეტოლოგი ავიღოთ მაგალითად, რომელსაც აქვს სახე პრიშებით სავსე და მოუწესრიგებელი და თუ მდგომარეობაში, ხო, სიტყვაზე და აკეთებს რომ მე ვარ ძლიერი კოსმეტოლოგი, მე ესე კარგად ეს დავამთავრე, ასე მესმის, ისე მესმის, ვინმე მივა იქ, არავინ არ მივა. იმიტომ რომ ის მისი სახე საუბრობს იმაზე, რისი მაქნისია და რა შეუძლია, ხო, მას როგორც კოსმეტოლოგს. ასევე იგივე სტილისტი, ასევე ნებისმიერი ვინმე სპეციალისტი, რამდენიც არ უნდა აქოს, აზრი არ აქვს. აი ზუსტად ეს არის ჩვენი პროდუქტი. ჩვენ არ გვინდა პროდუქტის ქება, ის პროდუქტი თავად საუბრობს თავის თავზე მართლაც. როგორც აღნიშნეს უკვე ჩვენმა პარტნიორებმა. კი, ნამდვილად ასე არის, ნამდვილად. თუ შეიძლება ჩაგერთვებით. ისეთი სასიამოვნო პრეზენტაცია არის და ისეთ სასიამოვნოდ გაშუქებული ყველაფერი. მართლაც როგორც მინდა რომ მთელი გულით გადავცეთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს და ძალიან მინდა რომ იმათაც იგემონ კონდეთ ხელფასი, კონდეთ დოლარში რა თქმა უნდა და ყველაზე უმთავრესი ჯანმრთელობა. ხო, აი მე მინდა ვთქვა რომ გვიხარია, ნამდვილად გვიხარია, როდესაც ვისმენთ პროდუქტების შედეგებს. რატომ? იმიტომ რომ ეს შედეგები, მეგობრებო, ასახავს სიმართლეს. ეს შედეგები არის დაფუძნებული სიმართლეზე, პრაქტიკიდან გამომდინარე. და აი ამიტომ ძალიან გვახარებს ყველას და აუდიტორიასაც ვხედავ, რომ ძალიან სიამოვნებს ყოველთვის ამ შედეგებზე საუბარი. და ეს პროდუქტები, მეგობრებო, მე როგორც ვხედავ და დამერწმუნებით ყველა ამაში, რომ მოქმედებს დღეს რატომ? იმიტომ რომ ვიცხოვროთ ხვალ, უკეთესად და ბედნიერად. აი ასეთი საოცარი პროდუქტები გვაქვს ამ კომპანია ლივგუდიდან გამომდინარე. და მე მინდა გავიხსენო სიტყვები, როდესაც ქალბატონმა ნანამ წინა შეხვედრაზე მართლაც საოცარი ზუმის ჩართვა გვითარგმნა. მადლობა ამისათვის, რომ ჩვენ ენაზე გულს შეეხო, სულს შეეხო, იქნა თქვამი და მართლაც საოცარი სიტყვები იყო იქ გაშუქებული და ვწუხარ, იცით, იმიტომ ვწუხარ, რომ ბევრმა ვერ შეძლო შემოსვლა. არა მარტო მე ვწუხარ, მთელი გუნდი ვწუხართ და იმიტომაც მოხდა დღეს ისევ ტელეგრამზე ჩართვა, მაგრამ როდესაც უკვე ასეთი რამის, ასეთი დიდი შრომის წარდგენა გვიხდება თქვენს წინაშე, ძვირფასო აუდიტორია, იძულებული ვართ, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა ზომები მივიღოთ, რომ თქვენთვის უფრო სასიამოვნო იყოს. მაგრამ არ მოხერხდა ის, რომ ყველა დასწრებოდა ამ შეხვედრას. იქ ასეთი კარგი სიტყვები იყო გაჟღერებული თავად ბენგლისკისგან, რომელიც ამბობს, ჩვენ არ ვითხოვთ ნდობას, არამედო მტკიცებულებებს და გამჭირვალობას გიჩვენებთო. ესე იგი, ნდობას კი არ ვითხოვთო, გიჩვენებთ
მტკიცებულებებს და გამჭვირვალობას. რადგანაც რით ჩანს ეს, რომ ყველა შეფუთვაზე აწერიაო რა არის შიგ, რა რაოდენობით არის, თუნდაც ის სერტიფიკატები უამრავი, თითოეულ პროდუქტს რომ აქვს, რა არის ეს სერტიფიკატები? ესენი არის ანალიზის სერტიფიკატები ამ პროდუქტის და სისუფთავის დოკუმენტები, რომელიც ბეჭედს ურტყავს ამ პროდუქტს, რომ ისინი არიან უაღრესად სანდო და ხარისხიანი და შედეგიანი, რასაც ჩვენ თვითონ ვხედავთ შემდეგ პრაქტიკიდან გამომდინარე. ესე იგი, მიზანი რა არის ამ პროდუქტების, ის კი არ იყო, რომ მათ გაეყიდათ ეს პროდუქტები, არამედ ის, რომ ჩვენ თავადაც და ჩვენი მომხმარებელიც იყოსო ჯანმრთელი. აი, ეს არის მთავარი მიზანი, რადგანაც თვითონ მათ შემქმნელებმა იციან, რა შექმნეს, რა პროდუქტი გააკეთეს, თავად იციან, თვითონ აი იქ ვიდეოში იყო ასეთი რამე გაჟღერებული. ჩვენ თვითონო ჩვენ შვილებს ვაძლევთ ამ პროდუქტს. ჩვენ თვითონ ვღებულობთ ამას. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ჩანს რომ როგორ პროდუქტებთან გვაქვს ჩვენ საქმე საერთოდ. და ესე იგი, რა შეიძლება ამით დასკვნა გავაკეთოთ ძვირფასებო, რომ გვინდა რომ ვიყოთ ჯანმრთელი და ვიცოცხლოთ. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ნამდვილად ღირს რომ დავიწყოთ ამ დანამატების ჯერ თუ კიდევ არ დაგვიწყია მიღება და სწორად და ხარისხიანად გამოყენება. და ამაში კიდევ გვეხმარება ისევ თავად კომპანია უშუალოდ იმ ჩვენი გუდკინების, ცოლქმარი გუდკინების დახმარებით, ექიმების დახმარებით, რომ არ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ როგორ და რანაირად მივიღოთ. აი, ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, ძალიან მესიამოვნა, გაოცებული იყო და ასეთი გაოცება, ვინც ვღებულობთ პროდუქტებს, ყველას გვაქვს გამოცდილი, რომ მოდის რაღაცა საოცარი პასუხები, მაგრამ რაშია საქმე? ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როდესაც ვწერთ გუდკინებს, ექიმებს, როდესაც ვწერთ ჩვენს პრობლემას, აუცილებლად იქ მნიშვნელოვანია ზუსტად მიუთითოთ ის დიაგნოზი, თუნდაც ის მედიცინის ენით, ის ჩვენი რაც გვაწუხებს, ის პირდაპირ მედიცინის ენით იქ ჩავწეროთ ზუსტად, აი ამ შემთხვევაში მოდის ზუსტად ის პასუხი, რასაც ვითხოვთ ჩვენ ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით. რადგანაც ჩვენც მეც მქონია ასეთი შემთხვევა, რომ მიგვიწერია, მაგრამ მაგალითად არ მიმითითებია ზუსტად მედიცინის ენით რა დაავადებაზე ვსაუბრობ, უბრალოდ სიმპტომები მითქვია და არ დავკმაყოფილები ვარ პასუხით. არა იმიტომ, რომ მათმა დაგვაკლეს ჩვენ რამე. ესე იგი, აქ ჩვენგანა რაღაც დაკლებული. თორემ ერთი წუთით არ უნდა ვიფიქროთ, ეჭვიც არ შეგვეპაროს ჩვენ ამის საბაბს. არ გვაძლევს კომპანია და არც ეს ბრწყინვალე ადამიანები, ჩვენი ექიმები, რომ ისინი ზუსტ დიაგნოზს გვაძლევენ და ზუსტ დანიშნულებას მოგვცემენ. მაგრამ აი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი წინასწარ, რადგანაც სხვანაირად ეს არ შეიძლება თუ გვინდა რომ შეგვიძლია. მადლობა ქალბატონო დალი, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 6 პროდუქტი, რომელიც შეძენაც ჩვენ შეგვიძლია, რომელსაც უფასო გზავნილი ქვია, ამერიკიდან მოგვდის ჩვენ ეს უფასო გზავნილი wellness პაკეტი, 6 პროდუქტს ვყიდულობთ $90, სრულიად უფასო არის გზა, თქვენ წარმოიდგინეთ, სრულიად უფასო. როდესაც აქ ვაგზავნიდი თბილისიდან თბილისში 6 ლარი საკურიერო, რაიონში, სოფლებში 12-15 ლარი საკურიერო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოგვდის ეს უფასო გზავნილი, სწორედ ამიტომ ქვია უფასო გზავნილი და ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ თუ დაუშვათ თქვენ მიიღეთ, დაუშვათ ფაქტორ 4 მიიღეთ და კომპანიას უთხარით, გაუგზავნეთ, რომ მე არ მომიხდა ეს პროდუქტი და გაუგზავნეთ თქვენ ეს ცარელა ბოთლი. კომპანია უსიტყვოდ გიგზავნით ფაქტორ 4-ის საფასურს. ის არ გეკითხებათ თქვენ რატომ არ მოგიხდა და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ის სრულიად არის დარწმუნებული თავის პროდუქტში. რა უნიკალურ პროდუქტს გთავაზობს. ასე რომ მას ქალბატონო ციცი, მე ამ პროდუქტს ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენთვის საჩუქარი.
საჩუქარია, უფასოდ საჩუქარი და რატო? ამ პროდუქტში თუნდაც ერთ პროდუქტს დავაკვირდეთ, მე ყოველთვის ვამახვილებ ხოლმე ამაზე ყურადღებას, თუნდაც სუპერწითელი ავიღოთ, $18 ღირს მისი ფასი, აი ჩვენი პარტნიორებისთვის ღირს ფასდაკლებით ეს პროდუქტი $18. როცა კონკურენტის ფასი ამ პროდუქტის არის, მეგობრებო, შეგიძლიათ თქვენ ბექ-ოფისებში ნახოთ, არის $70. წარმოიდგინეთ, არა მარტო სუპერწითელი, ამ ნაკრებში, რაც ქალბატონმა ციციმ აღნიშნა, ამდენი პროდუქტს, 6 პროდუქტს გვაძლევენ და როცა ამ სუპერწითელის კონკურენტის ფასი $70-ია, ჩვენ კომპანია $100 გვაძლევს 6 პროდუქტს. და აი ამიტომ ვამბობ, რომ ესე იგი ეს არის საჩუქარი კომპანიისგან ჩვენთვის. $8.50 მაგნეზიუმი, $8.50 დ-ვიტამინი K2-ით, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, შეუდარებელი, უნიკალური. ნუ არ ვიცი, აი რა სიტყვები შეიძლება ამ პროდუქტს რო უწოდო, უკვე აღარ მყოფნის სიტყვების მარაგი. ფენომენი, აი რასაც ქვია, მოვლენა და სენსაცია არის. ანუ სადღაც 25-26 ლარად თქვენ ყიდულობთ პრემიუმ ხარისხის ერთი თვის საკმარ დ-ვიტამინ K2-ს, რომელიც აბსოლუტურად ყველას გვესაჭიროება. ყველას, იმიტომ რომ უმრავლესობა შენობებში მუშაობთ, თუ მზის მზეზე არის ადამიანი იმ სახის, იმ ასე ვთქვათ, მზეც აღარ არის ისეთი, რომ ჩვენ მივიღოთ ის დ-ვიტამინი მზისგან, იმიტომ რომ ყველაფერი, როგორც აღნიშნე, სამწუხაროდ ჰაერიც, მზეც და ყველაფერი არის დეგრადირებული და მოწამლული, ასე რომ აბსოლუტურად ყველას აღენიშნება დ-ვიტამინის ნაკლებობა. აბსოლუტურად, ალბათ არ არსებობს ადამიანი, რო არ ქონდეს დ-ვიტამინის ნაკლებობა და თქვენ ეს შეგიძლიათ შეიძინოთ, როდესაც კლუბის წევრი ხდებით, სულ რაღაც 26 ლარად. ერთი თვის პრემიუმ ხარისხის, რაღაც უმდაბლეს ფასად. არ ვიცი. საოცრება არის, ნამდვილად. რეალურ ზღაპარში ვარ. ყოველთვის კი, დაასრულეთ და მერე. კი, დავასრულე ქალბატონო. არა, უბრალოდ დავიმშვიდობოთ, მე მგონი უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ, დავასრულოთ უკვე და გამიმშვიდობისა უსურვოთ პარტნიორებს და სტუმრებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ გაგვიგრძელდეს კიდევ მეტად. ნამდვილად, მინდოდა რომ ჩავტეულიყავი რეგლამენტში, მაგრამ გადავაცილეთ. აი, ჩვენი ბრალია, ჩვენ ჩაგერთეთ და იმიტომ. მაგრამ კარგი იყო თქვენი ჩართულობა, მადლობას გიხდით, ძვირფასო პარტნიორებო. ასე რომ, ძვირფასო სტუმრებო, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ჩვენ გვაქვს ასეთი შეხვედრები, მთელი გულით და სულით გიწევთ, შეგიძლიათ დაპატიჟოთ სტუმრები, მოიყვანოთ, ვინაიდან თქვენ ახლები ხართ, სათანადოდ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ვერ გაუწევთ და აგერ ვართ ჩვენ. მოიყვანეთ და თუ კი მოიფიქრებენ ეს ადამიანები და მიიღებენ გადაწყვეტილებას, აქვე დავარეგისტრირებთ. არანაირი პრობლემა არ არის. კი, საქართველოს ბედნიერი იყოთ და ყველა ჯანმრთელი და წარმატებული. საქართველოს ესეთი გამოთქმა არსებობს ხომ, როგორი სუფრა იყო და ოიმე სუფრა იყო ისეთი რა გინდა სულო და გულო. ესეთი გამოთქმა ხომ არსებობს. არ ეკალდაო, ხო? კი ბატონო და აი ზუსტად ჩვენს ბრენდზე უკვე კომპანიაზე არა, ჩვენ ხო უბრალოდ კომპანია აღარ ვართ, ჩვენ ბრენდი ვართ, ხო? ჩვენს კომპანიაზე შეიძლება ზუსტად ასე ითქვას. ადამიანს რა უნდა? უნდა საკმარისი სიმდიდრე, მე ვფიქრობ, უმრავლესობას არ უნდა. უბრალოდ საკმარისი შესაძლებლობა იმის, რომ შეძლოს სადმე დასვენება ოჯახთან ერთად, ხომ? ვალები არ ქონდეს ელემენტარულად. ქონდეს ბინა, ცოტა მოწესრიგებული, რომ თვალს უხარია ხო სილამაზის ნახვა. სილამაზე ჩვენ როდესაც ღმერთმა შექმნა საყარო და როდესაც გადახედა ხო სამყაროს პირველი დღეო, მეორე დღეო ჩამოთვლილია ხო ბიბლიაში და შეხედა შექმნა და მოეწონა და თქვა რა კარგიაო. ანუ თავად დატკბა თავისი ქმნილებით და შემოქმედებით. ზუსტად ასეა, ადამიანს თვალს სიამოვნებს რაღაცეები, ხა იმ გაჭირვებაზე და დუხჭირ სიტუაციებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, ელემენტარული რაღაცა რო კონდეს ადამიანს, უბრალოდ რომ ოჯახის და თვითონ დატკბეს იმ ცხოვრებით, რომელიც ცხოვრებას თავად ღმერთმა გვაჩუქა, ხომ?
მოგცა ხომ ეს სილამაზეები, ყნოსვის შესაძლებლობა, რომ ჩვენი სურნელობა ვიგრძნოთ და დავტკბეთ ამ ყველაფრით, ხო მართალია? და ეს ყველაფერი რომ მოგცა ჩვენ იმის გამო, რომ სიტყვაზე არა გვაქვს ფული, ხომ? ჩვენ იმ ყველაფრით ვერ ვსარგებლობთ, იმიტომ ვერ ვსარგებლობთ, რომ ჩვენ აღარ გვახსოვს აღარც სურნელება, აღარც სილამაზე და ვცდილობთ, რომ ლუკმაპური ვიშოვოთ და აღარც გემოვნება, კი, ლუკმაპური ვიშოვოთ, რომ ადამიანებს რაღაცნაირად გავიტანოთ თავი, ხო? ერთი დღე ძალიან ხშირად მახსოვს საქართველოში ბაზრობაზე პროფესორები, დოცენტები იდგნენ და რაღაცას ყიდნენ და ყოველ დღე დიასახლისები იდგნენ და ფიქრობდნენ, ღმერთო, დღეს რა გავაკეთო? რა საჭმელი გავაკეთო, როგორ გავიყვანო ოჯახი იოლად? აქ უკვე აღარც სილამაზებზე ფიქრობ, აღარც არაფერზე სხვაზე. უბრალოდ როგორღაც გაიტანოთ თავი. აი, რა უნდა ადამიანს, ხო? თავის გატანა ხო არა. უბრალოდ პატარ-პატარა რაღაცა სიამონებები მაინც რო იგრძნოს და არავისთან არ გაიქცეს ფული მჭირდება მიშველეო. და მეორე, კიდევ რა, ფული რომც იშოვებოდეს და რომც იყოს და რაღაცა პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აი იმ ფულს უკვე არანაირი ინტერესი აღარ აქვს, ხო? აღარ მინდა ის ფული თუ ცუდად ვარ, იმიტომ რომ არ მაძლევს ჩემი ჯანმრთელობა მის შესაძლებლობას, რომ დავტყვე იმ ფულით, ხო? ასია. ამიტომ აი ამის ვიტყოდი საბოლოოდ, რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ამ კომპანიაში ლივგუთში რა გინდა სულო და გულო. ადამიანს რაც სჭირდება, ზუსტად ის ყველაფერი აქ არის. აი ზუსტად ის ფული, შესაძლებლობა და ჯანმრთელობა, რომელიც დამიჯერეთ დღეს ერთად შეკრებილი და შეწყობილი, ნამდვილად არსად არ არის. მხოლოდ ლივგუთშია. ისე რომ დარჩით ლივგუთთან ერთად და ჩვენთან ერთად და ერთად დავტყვეთ ამ ცხოვრებით. მადლობა ქალბატონო ნანა, შესანიშნავად ჩამოთვალეთ ყველაფერი და კიდევ ერთ დავამატებ, რომ აი ეს ყველაფერი ელემენტარული გვჭირდება ჩვენ, ნამდვილად არ გვინდა ფუფუნება, ნამდვილად არ მილიონები არ მინდა რომ ვიყო, იმდენი მქონდეს, რომ ცოტა შევძლო, სხვებსაც გაუწილადო და სხვებსაც გაუკეთო ხოლმე სიურპრიზები და საჩუქარი. ამის შესაძლებლობა მადლობს ლივგუდი. დაგემშვიდობებით, თუ არავის არაფერი შეკითხვა არ აქვს, ქალბატონ ნანი, გისმენთ, კი? სრული ბედნიერებისთვის დარჩით ლივგუთთან ერთად. კი, ბატონო. მოკლედ, ვიდეო რგოლი გაკეთებულია ძვირფასო პარტნიორებო. მაგ ვიდეო რგოლის მეშვეობით პრეზენტაციების დღეს შეგიძლიათ თქვენ სტრუქტურებში, ფეიზზე თქვენთან, თქვენს მეგობრებისთვის ჩააგდოთ, რომ საქმის ყურში იყვნენ, რომ ტარდება პრეზენტაცია. ეს გაკეთდა სპეციალურად. აღარ იქნება გამოცხადებული ვინ ატარებს პრეზენტაციას, იმიტომ რომ ერთობლივად ვატარებთ პრეზენტაციას, როგორც ხედავთ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი რგოლი ყოველთვის გვეყოლება, ქალბატონი ციცის მსგავსად. მაგრამ საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, ყველანი ვერთვებით, ყველა ვღებულობთ მონაწილეობას, იმიტომ რომ მოგვდის შიგადაშიგ რაღაცა აზრები და ვერ ვჩერდებით და ვერ ვითმეთ. გვიყვარს ძალიან ლივგუთი და უბრალოდ ვიჯდეთ და ვისმინოთ. აი, უბრალოდ რთულია უკვე ლივგუთში ამის გაკეთება. ამიტომ კი ბატონო, გაავრცელეთ ეს ვიდეო რგოლი პრეზენტაციების დღეს. ყველა შეატყობინეთ, რომ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს ტარდება პრეზენტაცია. ტელეგრამში, რა თქმა უნდა, ლინკი ჩააგდეთ ტელეგრამის, ჩემო ძვირფასებო, და არა ზუმის, როდესაც ზუმში იქნება ჩართვა. ვფიქრობ, ზუმში უკვე იშვიათად ვიქნებით ჩართულები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება საჭიროება ეკრანის გაზიარების. აქ როგორც ხედავთ, ცოტა რთულია ეს სიტუაცია, ამიტომ თხოვნაა. გადაეცით ყველას, შეეცადეთ ზუმი გადმოიტვირთოთ დასაწყისში თქვი და ბოლოშიც გავმეორდები. გადმოიტვირთეთ, ეს საჭიროა ამ წუთში ჩვენთვის, იმისათვის, რომ ეფექტურად და ხარისხიანად მოვისმინოთ ის თარგმნილი ვიდეოები, როდესაც იქნება მაგალითად თვითონ დამაარსებლების ჩართვა. ამისთვის აუცილებელი იქნება ზუმი. ისე რომ გჭირდებათ ეს ზუმი, მოგწონს თუ არ მოგწონს, სირთულეებს იწვევს თუ არ იწვევს, საჭიროება ითხოვს აღარ. იმდენად კმაყოფილები ვართ, რომ აი კიდევ ხელახლა რომ გვაჩვენოთ ის წინა ზუმის შეხვედრაზე რო ქონდა ეს თქვენი ნათარგმნი, მათი შეხვედრა ზუმ ჩართვა, მე სიამოვნებით მოვისმენდი.
კი ბატონო, ასია. ისე რომ მოიწვიეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, გადაეცით ყველას, რომ უკვე ტელეგრამში ტარდება ისევ ჩვეულებრივად ჩართვები და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ და გავუკეთოთ სიკეთე. გავახაროთ და გავაბედნიეროთ ადამიანები, იმიტომ რომ ნამდვილად დანაშაულია ამ პროდუქტის შესახებ და ამ კომპანიის შესახებ არ იცოდეს ვინმე. ყველა გაიგებს, ყველა ნებისმიერი ადამიანი გაიგებს ლიგუდის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის უკვე ბუმი, ეს არ არის ჩვეულებრივი რამე. ეს მოედება მთელ მსოფლიოს, მაგრამ სამწუხარო ის იქნება, რომ ეს თქვენგან არ იქნება. და თქვენ შემდეგ სანანებელი გექნებათ, რომ რატომ მე არ ვუთხარი მას. თქვენი მეგობრები შეგეხმიანებიან და როდესაც თქვენ შეეხმიანებით, იტყვენ მე უკვე ვიცი, მე ლიგუდში ვარ უკვე. და თქვენ გული დაგწყდებათ. აი გული რომ არ დაგწყდეთ, პირველები თქვენ იყავით, ვინც ეტყვით ამის შესახებ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ქალბატონო ციცი. მადლობა თქვენ. ასე რომ განძი გვიჭირავს და ამ განძს მხოლოდ ჩვენთვის ნუ შევინახავთ, სხვებსაც გაუზიაროთ. გისურვებთ წარმატებებს. დაგაწარდებოდეთ. დროებით.